არსებობს ესეთი კარგი ქართული სიტყვა მდიდარ ქართულ ენაში წაცინცვლა. ავხსნათ რას ნიშნავს. წარმოვიდგინოთ, რომ არის 30 კვერცხიანი, 40 კვერცხიანი, 50 კვერცხიანი დიდი ტორტი. ბეზესიო, დიასახლისება შემისწორეთ თუ ვწდები, ბეზეს ტორტი ესეთი რაღაც. პატარა თაბუკები რო აქვს, ხო, არ მეშლება. ხო, თაბუკები. და 50 კვერცხიანია. და ეს ტორტი შემოაგორეს თუ შემოიტანეს მაგიდაზე, დაჭრეს პირობითად ვლაპარაკობ 50 ნაჭრად და 50 კაცია ამ მაგიდის გარშემო, შემომსხდარი. შესაბამისად თითოეულს ეკუთვნის დაახლოებით 1/50 თუ მაინც და მაინც კვების განსაკუთრებულ რეჟიმზე არ არის რომელიმე მათგანი. 50 ნაჭრად დაიჭრა და ბიძინა ივანიშვილმა მისცა ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მისივე თანაგუნდელებს უფლება, რომ 50 ნაჭერი სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი ბიუჯეტების და კიდევ რაღაც ტენდერების, შვენდერების და ასე შემდეგ ესენი ეცინცლათ. არა, ზოგს მეტი უნდა წაეცინცლა ირაკლი ღარიბაშვილს და ზოგს რომეო მიქაუტაძეს ნაკლები, მაგრამ უფლება კი ესეთი გაუხმოვანებელი უფლება, ნებადართული უხმოდ. ბიძინა ივანიშვილისაგან უკლებლივ ყველა მიცოდა, რომ ეს უფლება ჰქონდათ. მაგრამ მანდა, აი საკვანძო მეორე სიტყვა ეს არის, მანდა მოგეხსენებათ ჭამაში მოდის, ხოლო მესამე საკვანძო სიტყვაა ამგვარი, რომ ამგვარი ტიპებისთვის ფული არასოდეს არ არის საკმარისი, 7000 ხარჯავენ, 12 უნდა 12 ხარჯავენ, 27 უნდა 27 ხარჯავენ, 52-ის საჭიროება დგება მათ დღის წესრიგში და შესაბამისად წაცინცვლა ერთია, ნებადართული წაცინცვლა მეორეა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს რომ რატომაც არა. თუ შესაძლებელია, სადაც შესაძლებელია, ტორტის მეორე ნაჭერიც. დიდი ტორტია, კლავი მეორე 50 კვერცხიანი, ხო? დაითრიონ. მით უფრო რომ აგე ის უნიათო, უნიფხო, უნარო, შნორო არა აქვს ისეთი აღმოჩნდა და რატომაც არა შევალ იმ ბიზნესში, ან იქ ჩაუსვავ ჩემ ხალხს. ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ალბათ ყველაზე დიდი ტორტის ნაჭერს მიირთმევდა. მაგრამ მეორე მხრივ სხვების, ვისაც ფულთან ტორტის დიდ ნაჭერთან ჰქონდათ შეხება კალაძე რა ნაკლებს მიირთმევდა. აგე რიჟვაძე თვითმკვლელობა რომ სცადა და ჩვენ გვენანება, იმიტომ რომ გენანება კაც თვითმკვლელი კაცი ხო და კარგია რომ გადარჩაო ამას ვამბობთ და კარგიც არის რომ ვამბობთ, აბა ეს ხო ჩვენს მორალურ სახესაც წარმოაჩენს რა, მას ნაკლები როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს ნაკლების შეხება ჰქონდა ფულზე და ერთიოდე ნაჭრით კმაყოფილდებოდა. მანდა ჭამაში მოდის ბიზნესამ შესანიშნავად იცოდა რომ პირობითად 6467 ლარი ან 8248 ლარი ხელფასი, რომელიც მათ უნდა მიეღოთ, საკმარისი არ არის ამ თანხას ბიზნესა ყოველ 15 წუთში ერთხელ 10 წუთში ერთხელ ხარჯავს და შესაბამისად მან ბიზნესამ მაინც ესეთი ნებადართო მათ რომ წაეცინცლათ, მაგრამ აღარ გადაეცინცლათ და თუ ვინმე გადაცინცლავდა, თუ ვინმე უფრო მეტ ტორტის ნაჭერს მოინდომებდა, უფრო დიდ ტორტის ნაჭერს მოინდომებდა, ბუნებრივია რომ ეს უნდა ყოფილიყო ოფშაკის ფული, მათ უნდა შეეტანათ პარტიის სალაროში, პარტიის თეთრ სალაროში, პარტიის შავ სალაროში და მერე ამ ფულით უნდა ეფინანსებინათ. რასაკვირველია ის გარდაუვალი საჭიროებები, რომელთა წინაშეც პარტია არის, იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ესენიც ამათაც პატიოსნად მიჰქონდათ თანხა, განა არა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ როგორც კი დაინახეს რომ ერხევათ. საერთაშორისო ასპარეზზე ერხევათ, ქართული საზოგადოება მათ აკრიტიკებს რბილი სიტყვა, მათ აწვება და მათ ებრძვის და მათ დამარცხებას ლამობს. და ასე შემდეგ უკვე აღარ არის საჭირო პარტიის ოფშაკში თანხის შეტანა. და ირაკლი კობახიძემ, რომელმაც უკლებლივ ყველას მოუგო ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით, ანუ განთავისუფლა გომელაური, ლილუაშვილი, ქარსელაძე, ხარიბაშვილი, რიჟვაძე, მიქაუტაძე, სხვები და ახლა კალაძესაც კი აწვება და მიყენებელი ხავს კუთხეში. ირაკლი კობახიძემ დაიწყო ამ კორუფციასთან ბრძოლის საამაყო ბრჭყალებში ასაკურვილია პროცესი ოღონდ. ამბავიც ის არის რომ ერთი კლანი თუ დასუსტდა, ასე მაგალითად ღარიბაშვილისა თუ გომელაურისა, აუცილებლად გაძლიერდება მეორე კლანი, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის რომ კორუფცია აღმოიფხვრას როგორც ასეთი. არამედ ირაკლი კობახიძისთვის მნიშვნელოვანია რომ ჩანაცვლება მოხდეს და ვინც ჩაანაცვლებს კალაძეს, გომელაურს, ამ მნიშვნელობა აქვს ლილუაშვილს, ღარიბაშვილს და ასე შემდეგ.
და ისინი მერე მოიპარავენ უფრო ტორტის დიდ ნაჭრებს, ნებადართული მოპარვა იქნება, ფული ოფშაქში მიიტანონ, იმიტომ რომ პარტიას, მართლ გუნდს, ბანდას, რასაკვირველია, ბევრი ხარჯი, დიდი ხარჯი აქვს. დიდი ხარჯი აქვს განსაკუთრებით PR-ში და იმაში რომ ეს პროპაგანდა შეინარჩუნოს და საზოგადოების ერთი ნაწილი მაინც დააჯეროს, რომ რუსეთთან ჩახუტება გარდაულად აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ელით გილიოტინა, ცხადია არა პირდაპირი მნიშვნელობით. ანუ გაგსუვდება ერთი კლანი მეორე კლანის დაჩაგვრის დაპატიმრების ხარჯზე. დაპატიმრებაზე გამახსენდა იზინა ივანიშვილი იძლევა ნებართვას, რომ როგორც ჩანს, რომ მისი თანაგუნდელები კორუფციაში გახვეულები, ვინც ერთი ნაჭრით არ დაკმაყოფილდა და სხვა ნაჭრებიც მოინდომა, სხვა ბევრი ნაჭრიც მოინდომა, ისინი რატომაც არა ირაკლი კობახიძემ ასე მიაჭიკარატოს, მიჯირყნოს თუ მიჭირხნოს და მათგან ან ფული ამოიღოს, ან თუ ფულს ისინი არ იხდიან და ფული სჭირდება ბიზიდა ივანიშვილს, ის თავის ფულს არ ხარჯავს, ხო, ან თუ ფულს ვერ ამოიღებენ, მაგ შემთხვევაში დააპატიმროს და ასე შემდეგ, ამიტომაც ვიწროვდებაო ვარყუჟი, ასე მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე ეს ანალიზი სწორია და ამის დასტურია ის, რომ აგე დააპატიმრებს გვარს არ აქვს მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი თანაგუნდელის და თანამზრახველის ჯუან შერბურჭულაძის თავდაცვის მინისტრი იყო, სრულიად დაუმსახურებლად საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, ვინმე ჯუან შერბურჭულაძე კრედიტ ოფიცერი თავის დროზე თუ არ ვცდები ქართულ ბანკისა, თუ არ ვცდები, ამ ჯუან შერბურჭულაძის მოადგილე და კიდე შესყიდვების უფროსი და შესყიდვების დარგში მოადგილე, რომლებიც და ეხა უკაცრავად 2019 წელს თან დაკავშირებით არის ეს დავა და იმ პერიოდთან დაკავშირებით ჯუან შერბურჭულაძე იყო მინისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ რატო გვეუბნებოდა სახელმწიფო გუნდი, რომ იყო უმციკლო? ხო გვეუბნებოდა ფაქტია, რომ კორუფცია სრულიად იყო აღმოფხვრილი. აღმოჩნდა, რომ რიჟვაძის ამბავი, რომეო მიქაუტაძის ამბავი, აგე თავდაცვის უწყების მინისტრის მოადგილის ამბავი და ასე შემდეგ ადასტურებს, რომ ესენი კორუფციაში იყვნენ ჩართული, მაგრამ ეს ერთი პრობლემაა, რომ ვიცოდეთ. პრობლემა არის ისიც დამატებით და უფრო სერიოზული, რომ ეს ამ კორუფციისაგან განთავისუფლებული თავდაცვის უწყება არ არის, უბრალოდ კლანი კლანს ენაცვლება. და კორუფციის ახალი თვალსაჩინოებები გვექნება, დამადასტურებლები გვექნება, ჩვენ ასე მაგალითად 2031 წელს თუ ეს ხელისუფლება მანდ დარჩა ღმერთ მარხნას, როცა იტყვის ვინმე მომავალი პრემიერ-მინისტრი, რომ ირაკლი კობახიძის თავდაცვის უწყების, ირაკლი ჩიქოვანია ხო, შესყიდვების მიმართულებით მოადგილე ირაკლი ჩიქოვანისა თურმე იყო კორუფციაში გახვეული. თუ 2019 წელთან დაკავშირებით, ან 20 წელთან დაკავშირებით, ან 21 წელთან დაკავშირებით ამბობენ ამას, რატო არ იტყვია 3 წლის თავზე ამას? თუ მაშინ აბოლებდნენ ხალხს, საზოგადოების ნაწილს და ეუბნებოდნენ, რომ კორუფციისაგან თავისუფალია მთელი უწყება, თავდაცვის უწყება ამ შემთხვევაში, ეხლა თურმე აღმოჩნდა, რომ კორუფციაშია ჩაძირული, ანუ ტორტის დიდი ნაჭერი აქვს მირთმეული, 3 წელიწადში და 4 წელიწადში დღევანდელ დღეზე რატომ არ იტყვიან იგივეს? ოღონდ კობახიძის კლანზე და ასე შემდეგ ბიზინა ასე ათამაშებს კლანებს. და აძლევს უფლებას, რომ ცინცლონ, იმიტომ რომ არ ყოფნით 6864 პირობითი ლარი ხელფასის სახით, მაგრამ აღარ გადაცინცლონ. და თუ გადაცინცლავენ, მოიტანენ ფული უკან. და თუ არ მოვაქვთ, მაშინ ან ძალით მოიტანენ, ან იქნებიან დაპატიმრებულები და ჩვენ ვიცით უკვე, რომ რამდენიმე პირია დაპატიმრებული. ეხლა მივდივართ თუ არა, ჩვენ ეს ძალიან საინტერესო რაკურსია ალბათ, მიდის თუ არა პროცესი უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილამდე, ანუ გაჩერდება თუ არა ირაკლი კობახიძის კლანი. ჩემი ანალიზითაც და ინფორმაციითაც არა. მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე აპირებენ, რომ იმეგიდით, რომ აი კორუფციას ჩვენშიც კი ვებრძვითო, ირაკლი ღარიბაშვილსაც კი შეუტიონ და ჩანს აქვთ ბიზნეს ირიბი თუ პირდაპირი. არა, ირიბი არა, უკვე პირდაპირი თანხმობა, რომ დიახ, თუ ჩემი გუნდის წევრმა დამაღალატა ღარიბაშვილის სახით, მიადექით ამ ღარიბაშვილს სხვას რას ვთხოვთ, მიადექით და დაიჭირეთ კიდეც საჭიროების შემთხვევაში, ოღონდ მარტო ღარიბაშვილზე არ არის საუბარი. ლაპარაკია ლილუაშვილზე, ლაპარაკია რომეოზე, რომელიც დაპატიმრებულია, ლაპარაკია გომელაურზე, ლაპარაკია ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ქარსელაძეზე და ლაპარაკია გაგიკვირდებათ და კახი კალაძეზეც, რომელიც ხელში ხავს კობახიძეს, იმიტომ რომ კალაძის დროს დედაქალაქის მერიაში მართლაც აყვავდა და ყვავის კორუფცია განა არა. და კალაძემდეც რასაკვირველია მიდის ეს
ფული, არ ვიცი, რომელ ანგარიშებზე იტალიაში, შვეიცარიაში, საქართველოში, ქართულ ბანკში თუ რუსეთში ღმერთმა უძღვის, მაგრამ მიდის ეს ფული რაღაცა სქემებით. კვლავ ვიმეორებ, კალაძე თავს უსაფრთხოდ სულაც არ გრძნობს, ოღონდ მან ფული უნდა მოიტანოს და ესე ქალაქში გავრცელებული ხმების მიხედვით 700 მილიონზეა საუბარი. ეს კი ძალიან დიდი თანხა, 800 მილიონ ლარზე თუნდაც, მაგრამ ძალიან დიდი თანხა და ბიზინა ბუნებრივია თუ ფლობს ინფორმაციას, რომ ამდენი ფულია დატეხილი და ეს ფული არ არის დაბრუნებული, ფულის ნაწილი არ არის დაბრუნებული პარტიის თეთრ თუ შავ სალაროში და იმ საჭიროებებზე, რომლებიც პარტიას სჭირდება, ბუნებრივია კალაძე არის პირდაპირ მნიშვნელობით დამნაშავე, ბიზინას თვალშიც კი ამიტომაც გადაიდო მისი მერად წარდგენა, კანდიდატად წარდგენა, რომ ვიცოდეთ მაინც და პარტიაში მიდის მსჯელობა, მართლ ბანდაში მიდის მსჯელობა, კიდევ ერთხელ კალაძეს მისცენ თუ არა შანსი, კალაძეს უნდა რომ ეს შანსი მისცენ, მეორეს მხრივ ოჯახშიც აქვს ჭყალებში თუ ჭყალებოთ პრობლემები, იმიტომ რომ მეუღლეს არ უნდა რომ ის იყოს მერი, მაგრამ კალაძე ასაბუთებს, ბოდის ვიხდი. აგე ორჯერ დავამტკიცე, კალაძე ასაბუთებს რომ უნდა გადარჩეს ოჯახში, ასაბუთებს რომ უნდა გადარჩეს როგორმე. ოღონდ ფული უნდა მიიტანოს. ღარიბაშვილს დაიჭერენ თუ არა ამაზე გადავკარი სიტყვა, მიადგებიან თუ არა ღარიბაშვილს, ალბათობა ამისა ძალიან გაზრდილია, მე არ ვიცი როდის დაამოხრუჭებს კობახიძე და კობახიძის გუნდი, მაგრამ გაზრდილი კია. და გამოვა რომ ირაკლი ღარიბაშვილიც კი არ არის ხელშეუხებელი და საზოგადოების ესნა ერთ ნაწილს ეს ყველაფერი მოეწონება, მაგრამ უნდა ავხსნათ კარგად რომ ირაკლი ღარიბაშვილი როგორც არ არის ხელშეუხებელი და როგორც მიქარავდა უფრო ზუსტი რომ იყო, სუსტად ასევე ან უკვე მიქარავს, ან მომავალში აპირებს რომ მიქაროს, სწორედ ირაკლი კობახიძე, რომელსაც ასევე არ ყოფნის პირობითად ის 12248 ლარი, რომელიც აქვს შემოსავლის სახით, ხელფასის სახით და მეტი და მეტი უნდა, იმიტომ რომ მადა მისთვისაც ჭამაში მოდის ამ პირებისთვის, რომლებიც არ ფიქრობენ თავისუფლებაზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, განვითარებაზე, ევროპაზე, დასავლეთში საქართველოს ინტეგრაციაზე და ასე შემდეგ, ღირებულებათა იერარქიაში ფული და პალაჟენიე, ფული და ძალაუფლება არის პირველი და დანარჩენი ყველაფერი არის მეშვიდე ხარისხოვანი, საქართველოს საერთოდ არც ერთ ხარისხოვანი არ არის, ეს ბარემ რო ვთქვათ, იმიტომ რომ ისინი FSB-ს ხაზზე არიან და FSB-ს ინსტრუქციებს ასრულებენ, ხოლო FSB-ს საქართველოს სახელმწიფოს არსებობა საერთოდ არ უნდა, ბარემ რო ვთქვათ და კობახიძე, როგორც თანამედროვე ორჯონიკიძე არის გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს საქართველოს რუსეთიზაცია როგორც ასეთი. მაგრამ რას იზავს ღარიბაშვილი, ეს არის კითხვა. აი არსებობს ასეთი ვერსია მოსაზრება, იმედით უგდებათ ასე ვიტყვი, რომ ესენი შიგნიდან ჩამოიფშვნებიან და შიგნით არის ეხლა ღარიბაშვილი, ასე უნდა ვთქვა. შიგნიდან ჩამოიფშვნებიან და როდესაც ძალიან კუთხეში იქნება მიმწყდეული ის და არა მხოლოდ ის, არამედ გომელაურის, დილუაშვილის, ცხვრების და სხვების და მათ შორის კალაძეც, ისინი უკვე აიმაღლებენ ხმას და იტყვიან, რომ აი ბიზინა ივანიშვილმა დამოუკიდებლად იმისა მისცა თუ არა ირაკლი კობახიძეს ჩვენი მიჭირხნა უფლება, ჩვენ ვიღებთ ხმას, იმიტომ რომ კობახიძეც კაი ხვითო რბილი სიტყვა მაფიოზია და საერთოდ ირაკლი კობახიძე თავისი კლარი მოხავს და საერთოდ ირაკლი კობახიძე არის რუსი. ირაკლი ღარიბაშვილმა შეიძლება ეს თქვას ირაკლი კობახიძეზე. თითქოს თვითონ იყო პროევროპელი პოლიტიკოსი და არ იყო ქვემდებარე ბიზინა ივანიშვილისა. ამის იმედი შეიძლება თვალზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ ეს მოლოდინი ჩვენ გვაქვს. და ეს კარგია თუ ასე მოხდება. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ და გული მიგვიბრუნდეს ლილუაშვილისკენ თუ ღარიბაშვილისკენ თუ გომელაურისკენ თუ სხვებისკენ და თქვათ, რომ აი რაღაცა მოიღეს ხმა, აქედან გამომდინარე ისინი ინდულგირებულნი არიან, არა. მათაც უნდა აგონ პასუხი მათ შორის კორუფციისათვის, რომელიც არსებობდა და არსებობს დღესაც, ხო? მაგრამ ამ სიტუაციის გამოყენება, ისინი სიტუაციური პარტნიორებიც არ იქნება, ამ სიტუაციის გამოყენება კი გარდაულად აუცილებელი იქნება, ვალდებულნი ვიქნებით, რომ გამოვიყენოთ ეს სიტუაცია და ამ კლანებს დაუჭამიათ ერთმანეთი, ანუ კობახიძის და ღარიბაშვილის კლანს ამ შემთხვევაში და ამ ჭამაში იქნება და საჩვენო, ანუ საქვეყნო გამოდნეს რამე. ესეც უნდა ვთქვათ. ეხლა კიდევ ერთი საკითხი და დავასრულოთ მე ეს ვიდეო ბლოგი. ანუ თქვენ თქვით რამდენიმე საკვანძო სიტყვა, მაგალითად სიტყვა წაცინცვა, ნებადართული ბიზინა ივანიშვილის მიერ. მეორე საკვანძო სიტყვა თქვით, რომ ბიზინა ივანიშვილის შესანიშნავად ხდება, რომ 6447 6867 ლარი არ ყოფნით.
მინისტრებს ან დეპუტატებს და უფლება აქვთ რომ სხვადასხვა დონეზე გასაკვირველი ამ დიდი ტორტიდან ცინცლონ თითო ნაჭერი ან ნაჭრის მეათედი ვის რამდენი ეკუთვნის გასაგებია. მაგრამ ფული უნდა მიიტანოს ვინცაც მეტი მოუვა, ფული უნდა დააბრუნოს ოფშაქში. აი ფულის არადაბრუნება ოფშაქში არის ბიზინა ივანიშვილისთვის პრობლემა. ბიზინა ვერ ხვდებოდა და დღემდე ვერ ხვდება, რატომ სჭირდებათ ადამიანებს მეტი ფული, როცა ამ ფულს არ იმსახურებენ. დიახ, ბიზინას მართლა მიაჩნია ასე რომ თვითონ 90-იანი წლები გამოიარა, რას არ გაუძლო იქ კვანტრიშვილების ამბავი, მოსკოვი, ბანკი, ფარმაცევტული ბიზნესი, ზვიფასილიტორების ბიზნესი, თუ არ ვცდები და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფერს და ის რაღაც პირობითად 5 მილიარდი თეთრი და პირობითად 7 მილიარდი შავი მან დაიმსახურა, ხო? მან დაიმსახურა, იმიტომ რომ გაზპრომის უამრავი კონკურენტი ყავდა ოლიგარქების სახით, მან როგორც კაცებელმა ბიზნესმენმა, ხო, დაიმსახურა, თან გასცა, ხო, გარკვეული თანხა 3 მილიარდი მაქვს მიცემული წითელი ინტელიგენციისთვის და სამება მაქვს აშენებული და აქედან გამომდინარე, თავადაც ინდულგირებულია საკუთარ თავთან. აი, ხარიბაშვილს ასე მაგალითად ან კალაძეს ან კობახიძეს რა გაუკეთებიათ იმაზე გავიგე რომ 6000-ზე მეტი ეკუთვნით, მაგრამ იმიტომ რომ არ მოიპარონ მეტი და მეტი, მაგრამ ყარი 20,000, ყარი 30,000, მაგრამ შეიძლება 3 მილიონი მოიპარო, ან 7, ან 17, ან 100, ან 200, ან 700 და თუ იპარავ 700 მილიონს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხსაც ახატაკებ, მაშინ მოიტანე ფული უკან. და ეს ფული აღარ ბრუნდება, ამბავიც არის ეს და ბიზნესაც მოდი ამ ვერსიასაც ვიტყვიბარებ და დავასრულოთ. ბიზნესაც თხოვენ სპროს უკაცრავად ამ სიტყვისთვის მე მგონი მეორედ ვამბობ სპროს მოსკოვიდან. რომ ეს ტიპები ფულს კი იპარავდნენ, მაგრამ რუსეთის ოფშაქში შედიოდა და შედის კი ფული. აქ არის ქურდული სამყარო, ძველბიჭური სამყარო ჩარეული, აქ არის გარეული ამბავი ბაჩიაშვილისაც ბარემ ვიტყვი, აქ არის მთელი FSB-ს ხლართები, რომელიც მრავალმიმართულებიანია და ასე შემდეგ, რაზეც და კრიმინალური ამბებიც არის ბარემ ვიტყვი, კრიმინალური პირდაპირი მნიშვნელობით და კიდე რაღაც გარჩევები, რაზბორკები უფრო ზუსტი რო ვიყო და ასე შემდეგ, რომლებიც ხალხ საქმის კურსში ჩვენ ბუნებრივი არა ვართ ბოლომდე ესე თუქსმენია ზოგადად ან რაღაცა უბრალოდ ანალიზი გაკეთება შეიძლება. მაგრამ ბოლო საკითხი, ტესტი ერთგვარი რა ხდება სახელმწიფო კულუარებში იქნება აი უახლოეს დღეებში. იმ კვირაში ალბათ არ გასცდება იმ კვირას. ეს კვირა დღეა 3.5. როდესაც გადაწყდება კალაძის დასახელება არ დასახელების საკითხი, ოღონდ ძალიან კარგად არის მოსაფიქრებელი თუ არ დაასახელებენ, რა მიზეზით არ ასახელებენ. მას კალაძეს დედაქალაქის მერობის კანდიდატად. ვის უნდა? დინარაძეს ერთ-ერთია, მაგრამ დინარაძეს რომელიც უნდა ამ საბადოსთან და მე არის საბადო, უნდა მივიდეს როგორღაც და ძალიან რთულია მე დედაქალაქის მერის მართვა, ობიექტურად ძალიან რთულია, მაგრამ დედაქალაქის მართვა. მაგრამ დინარაძე ამაზეც კი თანახმაა, რომ საბადომდე მიუშვან და მან ცინცლოსზე მეტი რასაკვირველია. ოღონდ უნდა შეიტანოს კობახიძის ოფშაქში ესე ვილაპარაკოთ, მათ კობახიძე დინარაძეს აქვთ, პაპუაშვილსაც აქვთ განცდა, რომ ბიზინა მათ სამუდამოდ დაეყრდნობა. მეორე კანდიდატი არის გიორგი ტყემალაძე, მასზე არაფერს ვიტყვი. მესამე კანდიდატი იყო ნოშიკო ნამორაძე, ბიზნესმენი, ესე კამერების წინ როცა იპრანჭება მარიაჟობს, რაღაც ბიზნესმენური რო უჭირავს თეთრებში გამოწყობილს, ხო, ცოტა სნობური თბილისკი, ხო, აი რაღაც თბილისურ სნობურ ვითომელიტური, ფსევდოელიტური რაღაც იერით და ასე შემდეგ და შემდეგ. თუმცა ნოშიკო ნამორაძის კანდიდატურა ამდენად მე ვიცი აღარ განიხილება და ბარებ თქვათ რომ ბიზინა მიადგება უყლებლივ ყველას ყველა სამსახურს, სადაც ეს კორუფცია იყო, ყველა უწყებას, ყველა კონკრეტულ პირს, მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ და ირაკლი კობახიძესაც აგერ მე და აგერ თქვენ მათ შორის კორუფციის ხელშეწყობის გამო დაკლავს. ოღონდ ეგ არის რომ უგვანებს და უვიცებს და არა შორს მჭვრეტელებს ეს არ ესმით. ირაკლი კობახიძეს არ ესმის. ირაკლი კობახიძეს გონია რომ ყველა ფსონი მასზე დადო ბიზინამ და თან ირაკლი კობახიძეს ეს FSB-ს თავის მხრივ უმაგრებს სურს და საკუთარ თავს თუ ელაპარაკება,
ეუბნება იმას, რომ FSB ბიზნესამ რომც გამწიროს, FSB მე არ გამწირავსო. და ყველას ავიწყდება ამასობაში ქართველი ხალხის რისხვა. ქართველი ხალხის რისხვა კი იქნება ძალიან მძიმე და წალეკავს ქართველი ხალხი, წალეკავს პირდაპირ მნიშვნელობით უკლებლივ ყველას. პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობ ამ ბანდისა დაწყებული ბიძინადან დამთავრებული, არ ვიცი, ვინ დავასახელო, ყველაზე უკანასკნელი უგვანი დეპუტატით დამთავრებული, რომელიც ასევე არის მინი, მაგრამ კორუფციულ სქემებში გახვეული უთლოდ. 99.7%, 99 დეპუტატიდან 0.3% დამიტოვეთ, გადავეფარებით უგდებავთ. არა, არ ვაპირებ. საბოლოო ჯამში, ნახვამდის.